10 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის წყალში მოათავსეს 100 გრადუს ცელსიუსიანი სხეული და საბოლოოდ დამყარდა 40 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურა. ჩვენ გვაინტერესებს აი ამ სხეულს თუ არ ამოვიღებდით და მასში მოათავსებდით მეორე ზუსტად ისეთივე სხეულს, მაშინ რა ტემპერატურა დამყარდებოდა საბოლოოდ. მოკლედ მოცემულია წლის საწესი ტემპერატურა, რაც არის 10 გრადუს ცელსიუსი, მოცემულია ასევე სხეულის ტემპერატურა, რაც არის 100 გრადუს ცელსიუსი და T', რომელიც არის სხეულის მოთავსების შემდეგ საბოლოოდ დამყარებული ტემპერატურა. ეს არის 40 გრადუს ცელსიუსი. და მოდი დავწეროთ პირობა, რომ რა სითბოს რაოდენობაც მიიღო წყალმა, ზუსტად იგივე სითბოს რაოდენობა გასცა სხეულმა. ანუ C-წყალი გამრავლებული M წყალზე გამრავლებული 40 გამოკლებული T-ზე უნდა იყოს C-სხეული გამრავლებული M სხეულზე გამრავლებული 100-40. ეს არის სითბოს რაოდენობა, რომელიც მიიღო წყალმა, ეს არის სითბოს რაოდენობა, რომელიც გასცა სხეულმა Cm ΔT-ს ფორმულით. რა თქმა უნდა, აქ საბოლოო ტემპერატურას ვაკლებთ საწყის, რადგან ტემპერატურა გაიზარდა და დადებითი სითბოს რაოდენობაზე რო ვისაუბროთ, ხოლო აქ საწყის ტემპერატურას ვაკლებთ საბოლოო ტემპერატურას, რადგან ტემპერატურა შემცირდა და დადებითი სითბოზე რო ვისაუბროთ, რა სითბოს რაოდენობაც გასცა სხეულმა. აქედან C-წყალი, M-წყალი ავუნიშნოთ დიდი C-წყალით, რაც არის წყლის სითბოდევადობა. აი ეს პატარა C არის კუთრი სითბოდევადობა, ის 4200 ჯოული კილოგრამ გრადუს ცელსიუსზე, ხოლო დიდი C არის სითბოდევადობა მთლიანად, ანუ ეს C-ები ერთად. და C-სხეული, M-სხეული ავუნიშნოთ დიდი C-სხეულით. ანუ C-წყალი გამრავლებული 30-ზე იგივეა, რაც C-სხეული გამრავლებული 60-ზე, საიდანაც C-წყალი გამოდის 2 C-სხეული. წლის სითბოდევადობა ყოფილა ორჯერ მეტი, ვიდრე სხეულის სითბოდევადობა. ხოლო ამოცანა გვეკითხება, მეორე სხეულსაც თუ მოვათავსებთ, მაშინ საბოლოოდ რა ტემპერატურა დამყარდებოდა და ამას ჩვენ შეგვიძლია ასე შევხედოთ, რომ თავიდანვე რომ ორი სხეული მოგეთავსებინა, მაშინ რა ტემპერატურა დამყარდებოდა საბოლოო სითხეში. ესე იგი, C-წყალი გამრავლდებოდა T'-ს გამოკლებული 10-ზე, სადაც T'- არის საბოლოო ტემპერატურა ორივე სხეული რომ მოგეთავსებინა, ეს იქნებოდა სითბოს რაოდენობა, რომელიც მიიღო წყალმა, ეს ტოლი იქნებოდა C-სხეული გამრავლებული 100 გამოკლებული T'-ზე. რა სითბოს რაოდენობა, უბრალოდ ერთი რაღაც აქ უნდა იწეროს 2 C-სხეული, რადგან ორი სხეულის მოთავსების შემთხვევაში იქნებოდა 2 C-სხეული, ხო, ორჯერ მეტი ვიდრე თავიდან. გამრავლებული 100 გამოკლებული T'-ზე. ეს იქნებოდა სითბოს რაოდენობა, რომელიც ორივე სხეულმა გასცა. და ეს T'- არის საბოლოოდ დამყარებული ტემპერატურა. C-წყალი არის 2 C-სხეული, ესენი შეიკვეცება და T'-ს გამოკლებული 10 უნდა იყოს 100 გამოკლებული T', რაც ნიშნავს, რომ T'- უნდა გამოვიდეს 55 გრადუს ცელსიუსი, ანუ თუ ჩვენ F-ის მაგივრად ორ სხეულს მოათავსებდით, ან ჯერ ერთ სხეულს მოათავსებდით და მე მეორე სხეულს, ამაში არაფერი განსხვავება არ არის. საბოლოოდ დამყარდებოდა არა 40 გრადუს ცელსიუსი, როგორც ერთის შემთხვევაში, არამედ 55. რა თქმა უნდა, 55 მეტია 40, ან უფრო მაღალი ტემპერატურა დამყარდება, იმიტომ რომ თუ მეორე სხეულის მოათავსეთ, ეს მეორე სხეული 100 გრადუს ცელსიუსიანია და რა თქმა უნდა, უფრო გაზრდის საბოლოო ტემპერატურას. მადლობა ყურადღებისთვის და თუ გსურთ ფიზიკის წიგნის შეძენა მერვე კლასის მასალაზე, მარტივი მექანიზმების გარდა შედის ყველაფერი, შედის თეორიები, ამოცანები და ამოცანების ამოხსნები, მაშინ უნდა მომწეროთ პიკაჩში.